რადიო იმედის დროით საქართველოში 17 საათი და 17 წუთია. ქალბატონებო და ბატონებო, თქვენ წინაშეა თეთრი ორშაბათი. ლაშა უჩავასთან ერთად. გადაცემა 17-17-ის გენერალური სპონსორია ჯავრიშვილის კლინიკა ოფთალმიჯი. საქართველოში ერთადერთი ფემტოლაზერი. ბოლო თაობის ტექნოლოგია კატარაქტის ქირურგიაში. ჯავრიშვილის კლინიკა ოფთალმიჯი. იმიჯი იქმნება მხოლოდ ახალი ტექნოლოგიებით. გადაცემა შეიცავს კომერციულ ინფორმაციას. მოგესალმებით, დღეს ორშაბათია და ტრადიციულად გადაცემა 17-17-ის დროით ჯანმრთელობის დროა. დღეს ჩვენ საუბრობთ ძალიან აქტუალურ საკითხზე, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში და ეს გახლავთ ოსტეოპოროზი, რომელიც არის ძვლოვანი სისტემის ყველაზე ხშირი დაავადება, რომელიც ხასიათდება ძვლის მასის შემცირებით, მისი სიმტკიცის და ხარისხის დაქვეითებით და მოტეხილობის მაღალი რისკის შემცველობით. მსოფლიოში 50 წლის ზემოთ ყოველი მესამე ქალი და ყოველი მეხუთე მამაკაცი დაავადებულია ოსტეოპოროზით და მოტეხილობის მაღალი რისკის ქვეშ იმყოფება. დაავადების შესახებ გამომწვევი მიზეზები, პრევენცია, დიაგნოსტირება და მკურნალობაზე ვისაუბრებთ დღეს ჩვენ და ჩვენი გადაცემის დღევანდელი სტუმარი იქნება ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის ექიმი ქალბატონი თეა სულიკაშვილი, რომელსაც მივესალმებით და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ პირველ რიგში გადაცემაში მონაწილეობისათვის. თეა, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით და გავრცელების მიხედვით საკმაოდ ხშირი არის ოსტეოპოროზული დაავადებები, რომელსაც ახასიათებს თავისი ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით განვითარებაც და მისი მნიშვნელობაც სწორედ მისი სტატისტიკური მონაცემებიდან გამომდინარე არის ძალიან აქტუალური ყოველთვის ჩვენი მსმენელისათვის. როგორი არის დღესდღეობით მდგომარეობა, რამდენად მაღალი არის საზოგადოებაში ოსტეოპოროზის შესახებ განათლება და როგორი არის საერთოდ მისი მიმდინარეობა? მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობას მოგახსენებთ მოწვევისათვის. რაც შეეხება ოსტეოპოროზს და მის გავრცელებას, დღეს საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა და იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ მოსახლეობაში თუ პაციენტებში უკვე ამაღლა ცოდნა ოსტეოპოროზის შესახებ, შესაბამისად გამოვლენაც უფრო მეტია და სტატისტიკურად მაჩვენებელიც შეიძლება რომ ამის ხარჯზე უფრო მეტად გაზრდილი არის, ვიდრე წლების წინ იყო. რა თქმა უნდა, ყველასათვის ცნობილია, რომ ოსტეოპოროზი უფრო მეტად გვხვდება ქალებში და ქალბატონების დაავადებაა, თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ოსტეოპოროზი გვხვდება მამაკაცებშიც. ეს დამოკიდებული არის გარკვეულ რისკ ფაქტორებზე და როგორც თქვენ აღნიშნეთ, ყოველ მესამე ქალს და ყოველ მეხუთე მამაკაცს აღინიშნება ოსტეოპოროზი. ასევე მნიშვნელობა აქვს ქალებში და რაც უფრო მეტად განაპირობებს ქალებში ამ დაავადების გავრცელებას, ეს არის მენოპაუზა და პოსტმენოპაუზური ასაკი, რაც პროცენტულად მეტად ზრდის რისკს ქალებში ამ დაავადების გავრცელების. დიახ, და ძალიან საინტერესო არის თქვენ მაშინ, როდესაც ვამბობთ ჩვენ, რომ ძირითადად ოსტეოპოროზი უხშირესად, უფრო სწორად ვითარდება პოსტმენოპაუზურ ქალბატონებში ბოლო პერიოდის განმავლობაში თითქმის ყველა დაავადება მსოფლიოში გაახალგაზრდავდა, თუ შეიძლება ესე ვთქვათ, და ოსტეოპოროზიც მათ შორის, რა თქმა უნდა, არ გახლავთ გამონაკლისი და შესაძლებელი არის ოსტეოპოროზის დიაგნოზი თუ ადრე, მაგალითად, ვამბობდით იმას, რომ 40 წლის ზემოთ ადამიანებში ბევრად უფრო ფართოდ გვხვდება, დღესდღეობით ახალგაზრდა, ანუ იუვენილურ ასაკში შეიძლება განვითარდეს. რასთან შეიძლება იყოს ეს დაკავშირებული ამ სტატისტიკური მონაცემების ზრდა, გარდა ვთქვათ საკვები პროდუქტებისა, რომელიც მოქმედებს, რა თქმა უნდა, აღნიშნული დაავადებების, ესე ვთქვათ, განვითარებაზე, რომელზეც ჩვენ აუცილებლად გვექნება შემდეგ ბლოკებში საუბარი. მოგახსენებთ, იქიდან გამომდინარე, რომ ოსტეოპოროზი თავდაპირველად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და პაციენტისთვის ნაკლებად, თვითონ პაციენტი ნაკლებად გრძნობს დაავადების სიმპტომებს და მიმდინარეობას, უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს ოსტეოპოროზის რისკ ფაქტორების ცოდნას, რაც შემდგომ ხელს უწყობს ამ დაავადების განვითარებას და ხშირი არის ხოლმე, რომ უშუალოდ ექიმები გამოვავლენ თავ დაავადებას მიუხედავად იმისა, თვითონ პაციენტი
პაციენტი თulis თუ არა რომ დაიჭვი აქვს თუ არა რომ ოსტეოპოროზი მას შეიძლება ჰქონდეს. თუ გავითვალისწინებთ იმას, როგორც თქვენ აღნიშნეთ, რომ გაახალგაზრდა დაავადებები, რომ ამას განაპირობებს დღეს საერთოდ არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, მსოფლიოში არსებული არაჯანსაღი გარემო და არაჯანსაღი კვება, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა დაავადებაზე, ოსტეოპოროზეც უარყოფითად აისახება და მოქმედებს, რა თქმა უნდა. ის რომ ღებულობთ იმ საკვებს, რომელიც სწრაფად დაგვანაყრებს და არა ის, თუ რა არის ჯანსაღი და რა სჭირდება ჩვენს ორგანიზმს. გარდა საკვები პროდუქტებისა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მავნეჩვევების გამოყენებასაც და გადაჭარბებული რაოდენობით მათ გამოყენებას, ეს იქნება ალკოჰოლი, თამბაქო თუ კოფეინი. არ დავძაბავ სმენელს და ვერ ვიტყვით, რომ 1 და 2 ჭიქა ყავა მათთვის ძალიან საზიანოა და ოსტეოპოროზის უშუალო გამომწვევია, რა თქმა უნდა 1 და 2 ჭიქა არ ახდენს ესეთ მკვეთრ გავლენას, თუმცა 3-4 ჭიქა და მეტი რაოდენობის კოფეინის მიღება მავნებელი არის. გარდა ამისა, მნიშვნელობა აქვს მთელი რიგი დაავადებების არსებობას, რომლებიც ამ დაავადების პროგრესირებას, ოსტეოპოროზის პროგრესირებას უწყობენ ხელს და ეს განაპირობებს იმას, რომ ადრეულ ასაკშიც შეიძლება შევხვდეთ ოსტეოპოროზს და არა 50 წელს გადაცილებულ პირებში მაინც და მაინც. ეს იქნება ენდოკრინული დაავადებები, ჩვენთვის კარგად ცნობილი თირეოტოქსიკოზი იქნება ეს თუ რევმატოიდული დაავადებები, ასევე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები, მალაბსორბციის სინდრომი, რომელზეც ყველა ნივთიერებათა შეწოვა არის დარღვეული. ასევე მთელი რიგი ისეთი პრეპარატების გამოყენება, რომლებიც უარყოფითად მოქმედებენ კალციუმის შეწოვაზე და ხელს უწყობენ დაავადების პროგრესირებას. ესენი შეიძლება იყოს ანტიკონვულსანტები, დიურეტიკები, ანუ შარდენები, მარტივად გასაგები რომ გახდეს და გლუკოკორტიკოიდები პირველ რიგში, რა თქმა უნდა, საკმაოდ უარყოფით გავლენას ახდენენ დაავადებაზე. ამიტომ ექიმთან ვიზიტის დროს, როდესაც პაციენტის ანამნეზის შეგროვებას ვახდენთ, ამ რისკ ფაქტორებიდან რამდენიმეს ან ერთს ან ორს დაასახელებს, უკვე ექიმი აქვს იმის პრეროგატივა, რომ მიუთითოს დიაგნოსტიკაზე ამ დაავადების და ადრეულად მოხდეს მისი გამოვლენა და შესაბამისი ჩარევა. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ ვსაუბრობთ ახლა რისკ ფაქტორებზე, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი არის სიმპტომატიკა, თუ რით შეიძლება გამოვლინდეს ოსტეოპოროზი, როგორც ახალგაზრდა ასაკში, ასევე ხანდაზმულობის დროს, რა არის ძირითადი სიმპტომატიკა, რა დროსაც უნდა მიმართონ აუცილებლად ექიმ სპეციალისტს, სწორედ ამ თემებთან დაკავშირებით უკვე მომდევნო ჩართვაში ვისაუბრებთ. ჩვენ სარეკლამო ჭრის შემდეგ თემა საკმაოდ ძალიან საინტერესო და აქტუალური არის, ასე რომ დაგველოდეთ დროებით. თეთრი ორშაბათი ლაშა უჩავასთან ერთად. გადაცემა 17-17-ის გენერალური სპონსორია ჯავრიშვილის კლინიკა ოფთალმიჯი. საქართველოში ერთადერთი ფემტოლაზერი. ბოლო თაობის ტექნოლოგია კატარაქტის ქირურგიაში. ჯავრიშვილის კლინიკა ოფთალმიჯი. იმიჯი იქმნება მხოლოდ ახალი ტექნოლოგიებით. კიდევ ერთხელ მოგესალმებით რადიო ემედის ეთერში ტალღაზე FM 105.9 დღეს ორშაბათია და გადაცემა 17-17-ის დროით ჯანმრთელობის დროა. მე ლაშა უჩავა გახლავართ და დღეს ჩვენ ვსაუბრობთ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დაავადებაზე, ეს გახლავთ ოსტეოპოროზი, რომელიც გახლავთ სლოვანი სისტემის დაავადება. ჩვენ ვისაუბრეთ მის გავრცელებაზე და იმ ასაკობრივ ჯგუფებზე, რომელშიც უფრო მეტად არის გამოხატული ოსტეოპოროზული ცვლილებები, ანუ სლოვანი სტრუქტურის დარღვევები და სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით დღევანდელი ჩვენი სტუმარი გახლავთ ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის ექიმი ენდოკრინოლოგი ქაუტონი თეასულიკაშვილი, რომელსაც კიდევ ერთხელ მივესალმები და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გადაცემაში მონაწილეობისათვის. თეა, თქვენ ისაუბრეთ მოკლედ იმ რისკ ფაქტორებზე, რომელსაც როგორც პაციენტმა, ასევე ექიმმა, პაციენტისგან თუ ჩამოთვლილი იქნება აღნიშნული რისკ ფაქტორები, უნდა გაამახვილოს ყურადღება დიაგნოსტირების თვალსაზრისით. მაგრამ აგრეთვე ახსენეთ ისიც, რომ ის არის, ასე ვთქვათ, ჩუმი მიმდინარეობის დაავადება, რა დროსაც ხშირ შემთხვევაში სიმპტომოთ მიმდინარეობს და ძალიან გვიან სტადიაზე შესაძლებელია აღმოჩნდეს, ასე ვთქვათ, ოსტეოპოროზული ცვლილებები სლოვან სტრუქტურაში. თუ არის რაიმე ისეთი მაინც დამახასიათებელი
განსხვავებული სიმპტომატიკა, რასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, თუ არ ჩავსვლით იმ რისკ ფაქტორებს, რა თქმა უნდა, რაც თქვენ ჩამოთვალეთ და ეს ითვალისწინებს უკვე პროფილაქტიკურ დიაგნოსტირებას მაინც, რის გამოც პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმ სპეციალისტს. კი ბატონო, ეს უფრო ოსტეოპოროზის გვიან ეტაპზე ვლინდება ხოლმე, რა თქმა უნდა, ესეთი სიმპტომატიკა, მაგრამ მაინც მოსახლეობამაც რომ ვიცოდეთ და რასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება ამ დაავადების დროს, ეს არის პირველ რიგში ტანადობის შეცვლა. ვითარდება ეგრეთ წოდებული კიფოზი და სიმაღლის შემცირება. ხშირად ისე უბრალოდ აღნიშნავენ ხოლმე პაციენტები, რომ ასაკთან ერთად რა თქმა უნდა სიმაღლე შემცირდა. თუმცა ეს ესეთი უმნიშვნელო ფაქტორი არ არის, რომ ჩვენს ასე ვთქვათ, არ მივაქციოთ ყურადღება და რა თქმა უნდა ასაკთან ერთად სიმაღლე შეგიმცირდათ. ზუსტად ოსტეოპოროზის გამო, დაძლოვანი მასის შემცირების გამო ხდება, რომ პაციენტებს და მოსახლეობაში ხშირი არის აი ზუსტად სიმაღლის შემცირება. ამ ორი ფაქტორის გარდა, ანუ ეს კიფოზი და სიმაღლის შემცირების გარდა, უნდა მივაქციოთ ყურადღება ანამნეზში მოტეხილობის არსებობას. წინამორბედ მოტეხილობას ვაღოთ არა ძლიერი ტრავმის შედეგად გამოწვეულს, დაბალ ტრამვულ მოტეხილობას და თუ ნებისმიერმა ეს არ აქვს ნიშნობა პაციენტი იქნება თუ არა, თუნდაც მეზობელმა დაიჩივლა, ასე ვთქვა და წარმოადგინა, რომ უბრალოდ ან ფეხის გადაბრუნებაზე, ან თავისი სიმაღლიდან ნაკლები სიმაღლის მანძილის ვარდნა ჰქონდა, ნაკლები სიმაღლის შედეგად და ამის შედეგად განუვითარდა მოტეხილობა, განსაკუთრებით თუ ეს ეხება ბარძაყის ყელის ან ხერხემლის რომელიმე მალის მოტეხილობას, ეს ერთმნიშვნელოვნად ითვალისწინებს დიაგნოსტიკას და შესაბამისი მკურნალობის დაწყებას. ამიტომ ნებისმიერი აი ამ სიმპტომატიკიდან გასათვალისწინებელია და არ უნდა დაველოდოთ რაღაცა ღრმა გამოვლინებებს, ეს არის უკვე ოსტეოპოროზის ნიშნები. დიახ და ძალიან საინტერესო არის დიაგნოსტირება აღნიშნული დაავადების, ვინაიდან რეალურად შესაძლებელი არის ითქვას, რომ თვითონ დაავადების შესახებ გარკვეული ინფორმაციული, ასე ვთქვათ, მასალა, კვლევები იქნება, ეს დიაგნოსტირება, მკურნალობა თუ ასე შემდეგ, არც თუ ისე დიდი ხანია ცნობილი არის სამედიცინო საზოგადოებისათვის, შესაბამისად ხალხის ესე ვთქვათ ცნობადობაც, მოსახლეობის ცნობადობაც არც თუ ისე მაღალი არის ამ კუთხით და ხშირ შემთხვევაში მათ უბრალოდ იგივე მეზობლის რჩევით, ან ნათესავის რჩევით თუ აქვთ რაღაცა გარკვეული სიმპტომატიკა აღნიშნულ დაავადებასთან მიმართებაში, თვითნებურად ღებულობენ ხოლმე კალციუმის პრეპარატებს, მაგალითად, რომელიც გონიათ, რომ ეს აბსოლუტურად საკმარისია და გამოასწორებს მდგომარეობას. რა არის დღესდღეობით დიაგნოსტიკის საშუალებები, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია დავსვათ ოსტეოპოროზის დიაგნოზი და გარდა ამისა აუცილებლად უნდა ვისაუბროთ ოსტეოპენიაზეც, რომელიც განსხვავებული მდგომარეობა არის ოსტეოპოროზისგან და ხშირ შემთხვევაში პაციენტები ესე ვთქვათ ერევათ ხოლმე აღნიშნული ესე ვთქვათ მონაცემები და ოსტეოპენიის დროსაც ფიქრობენ, რომ არის დაავადება უკვე ოსტეოპოროზი, რადგანაც გარკვეულ ფსიქოემოციურ ესე ვთქვათ სტრესს ღებულობენ. რა არის ამ ოსტეოპენიასა და ოსტეოპოროზს შორის განსხვავება და დიაგნოსტიკის მეთოდები დღევანდელ სამყაროში და ძალიან საინტერესო არის აგრეთვე ის ფაქტორიც, რამდენად საქართველო და ჩვენ ესე ვთქვათ ვუთანაბრდებით მსოფლიოს აი ამ დიაგნოსტიკის თვალსაზრისით, ანუ თუ გვაქვს ყველა ის საშუალება, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია დავსვათ სწორი დიაგნოზი. მოდით ამ თქვენი ბოლო ფრაზით გავაგრძელებ და შემდეგ დავუბრუნდები თავში, რაც რა კითხვაც დასვით, აბსოლუტურად ვუთანაბრდებით იმ სტანდარტებს, რაც დღეს სოფლიოში არსებობს. ის კვლევა, რაც დღეს არის ყველაზე თანამედროვე და რაც ზუსტად ადრეული დიაგნოსტიკის საშუალებას იძლევა, ეს გახლავთ რენტგენული აბსორბციომეტრია, რომელიც ხელმისაწვდომი არის აბსოლუტურად ჩვენს კლინიკაში, ენდოკრინოლოგიის ეროვნულ ინსტიტუტში და ის აღჭურვილი არის ჩვენი დიაგნოსტიკის აპარატი, რენტგენული დენსიტომეტრი აღჭურვილი არის თანამედროვე პროგრამითაც, ეს არის ძვლის ტრაბეკულური სტრუქტურის შეფასებაც, უკვე ბევრმა იცის და ჩვენ აქტიურად ვცდილობთ ყოველ შემთხვევაში ჩვენი კლინიკა, რომ კომუნიკაცია მოვახდინოთ მოსახლეობასთან, იქნება ეს თუ ჩვენს უკვე არსებულ პაციენტებთან და მათ მივაწოდოთ ყველა სიახლე, ყველა ინფორმაცია, ეს შეეხება დიაგნოსტიკას თუ შეეხება მკურნალობას თუ კვების საკითხებს თუნდაც.
ამიტომ ის რენტგენული დენსიტომეტრი, რომელიც დღეს გვაქვს ჩვენ, აბსოლუტურად აკმაყოფილებს ამ სტანდარტებს, რომლის საშუალებითაც ხდება, როგორც გითხარით უკეთ ერთხელ კიდევ განმეორდები, არა მხოლოდ ძვლის მინერალური სიმკვრივის შეფასება, არამედ მისი ტრაბეკულური სტრუქტურის შესწავლაც. რა მნიშვნელობა აქვს აი ამ ახალ აბრევიატურით რომ მოიხსენიოთ TBS პროგრამას მოგახსენებთ. ანუ ეს პროგრამა იძლევა საშუალებას გამოვავლინოთ ის პირები, რომელთაც აქვთ ნორმალური ძვლის მინერალური სიმკვრივე, ან თუნდაც ოსტეოპენია, რომელიც გახლავთ საშუალო ხარისხით დაქვეითება ძვლის მინერალური სიმკვრივის და ამ პირებში დაქვეითებული ტრაბეკულური სტრუქტურის გამო ხდება შემდგომ დროული ჩარევა და დროული მკურნალობა. ეს ტრაბეკულური ძვლის სტრუქტურის შეფასება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის მეორადი ოსტეოპოროზის დროს, ანუ იმ პირებში, რომლებთაც აღენიშნებათ შაქრიანი დიაბეტი, რომლებიც იმყოფებიან გლუკოკორტიკოიდულ თერაპიაზე და დღეს უკვე ძალიან ფართოდ გავრცელებული დაავადებების დროს ეს არის პროსტატის კიბო და ძუძუს კიბოს მქონე პაციენტებში აქვს განსაკუთრებით ძვლის ტრაბეკულური სტრუქტურის შეფასებას მნიშვნელობა მით უმეტეს, როდესაც ეს პაციენტები, ანუ ონკოლოგიური პაციენტები იმყოფებიან ჩანაცვლებით თერაპიაზე და იყენებენ არომატაზას ინჰიბიტორებს, რომლებიც ფართოდ გამოიყენება ონკოპრევენციისათვის. რაც შეეხება ახლა თქვენს მითხარით ოსტეოპენიის და ოსტეოპოროზის განსხვავება, ოსტეოპენია ეს არის საწყისი ვითარება, როდესაც ან ჯერ გვაქვს ნორმიდან გადავდივართ ძვლის მასის საშუალო შემცირებაზე, როდესაც ხდება ოსტეოპენია და როდესაც არ მოხდება შესაბამისი ჩარევა, ოსტეოპენია გადადის უკვე დაავადებაში, ოსტეოპოროზში, რომელიც გახლავთ მკვეთრი დაქვეითება ძვლის სიმკვრივის და რომლის დროსაც მაღალი არის მოტეხილობის რისკი. ამიტომ არის რომ ოსტეოპენიის დროს, როდესაც საშუალო ხარისხით დაქვეითება აწლოვანი მასის, სიმპტომატიკაც უფრო ნაკლები არის და ვერ გრძნობენ პაციენტები და უკვე ოსტეოპოროზის დროს ხდება ტანადობის შეცვლა იგივე სიმაღლის შემცირება და რომელიმე მოტეხილობის განვითარება. დიახ, და თქვენ ახსენეთ რენტგენული დენსიტომეტრია, რომელიც ოქროს სტანდარტად ითვლება, შეიძლება ესე ითქვას, ოსტეოპოროზის დიაგნოსტიკაში, თუმცა ასევე გარდა აი ამ ტოპიკური კვლევებისა, ანუ ინსტრუმენტალური კვლევებისა, ესე უხეშად რო ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვანი არის შემდგომი ტაქტიკისთვის ან ორგანიზმის მინერალების შესწავლისთვის გარკვეული ლაბორატორიული, ესე ვთქვათ, მონაცემების შესწავლაც, ხო, და ძალიან აქტუალური, მაგალითად, ბოლო პერიოდში არა მხოლოდ ოსტეოპოროზის გათვალისწინებით, არამედ ზოგადად მეტაბოლიზმში, იმუნურ სისტემაში და ასევე თლიანი ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლაში D ვიტამინის განსაზღვრას, რომელიც ძალიან პოპულარული არის დღესდღეობით. აი რა როლი აქვს მაგალითად D ვიტამინს და კალციუმს ამ შემთხვევაში, თუმცა ბოლო პერიოდში მაგნიუმზეც წამოვიდა გარკვეული, ესე ვთქვათ, კვლევები ამასთან დაკავშირებით. ზოგადად D ვიტამინებს და მინერალებს აღნიშნული დაავადებების დიაგნოსტირების დროს მათ კვლევას უკვე სისხლში. სწორი მკურნალობის შერჩევისთვის, რა თქმა უნდა, აუცილებელი არის სისხლში განისაზღვროს ელექტროლიტები და მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი არის კალციუმის განსაზღვრა. რა თქმა უნდა, რომ შემდგომ ადეკვატური რაოდენობით მოხდეს კალციუმის პრეპარატის დანიშვნა და დღეს უკვე მე მგონი ყველა მიცის, რომ D ვიტამინი უწყობს კალციუმის შეწოვას ხელს. ასე რომ აქედან გამომდინარეც დიდი მნიშვნელობა აქვს D ვიტამინის ზუსტ კონცენტრაციას, სწორ კონცენტრაციას სისხლში. ამიტომ რა თქმა უნდა საზღვრავთ და საჭიროებს ეს დაავადება კალციუმის და D ვიტამინის გამოკვლევას და გარდა ამისა მნიშვნელობა აქვს იმ დაავადებების გათვალისწინებას, აი როგორც მოგახსენეთ მეორადი ოსტეოპოროზის დროს თუ რა დაავადებამ განაპირობა ამ დაავადების განვითარება თუ შემდგომში პროგრესირება. ამიტომ იმ მარკერების გამოკვლევაც და გამოვლენაც ხდება, თუ პაციენტს რა დაავადება აქვს. აი დაუშვათ თირეოტოქსიკოზის დროს, იგივე ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების გამოკვლევას, რეუმატოიდული დაავადებების დროს, სხვა ფაქტორების გამოკვლევას და ასე და ასე შემდეგ. გარდა იმისა, რომ უნდა ვიცოდეთ თავიდან და შევარჩიოთ კალციუმის და D ვიტამინის საჭირო დოზა, როდესაც პაციენტს უკვე აქვს დადგენილი ოსტეოპოროზის დიაგნოზი და ის უკვე საჭიროებს ანტიოსტეოპოროზულ მკურნალობას და ეს პრეპარატები თვითონ რომლებიც ოსტეოპოროზზე დადებითად მოქმედებენ, თვითონ ის პრეპარატებიც საჭიროებენ კალციუმის და D ვიტამინის მიღებას და აქედან გამომდინარე
გარდა იმისა, რომ საკვებით უნდა მივიღოთ კალციუმი და D ვიტამინი, მაგრამ დღეს ეს რა თქმა უნდა ვერ ხერხდება, იქიდან გამომდინარე, რომ კიდევ დაგვემატა ეს მეორე პრობლემა, რომ ვართ ზოგი დისტანციურზე, ონლაინ რეჟიმზე და ძირითადად გვიწევს შენობაში და ოფისებში ყოფნა. ამიტომ ზეზე ნაკლებად ხვდებით, D ვიტამინის გამომუშავება ხდება უფრო ნაკლებად. ვცდილობთ, რომ მივიღოთ ისაკვები, რომლებიც მოგვიკლავს, ასე ვთქვათ, შიმშილის გზნობას და არა ის ჯანსაღი პროდუქტი, რომელსაც კალციუმი შეიცავს. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ რამოდენიმე წუთში დავბრუნდებით უკვე რეკლამისა და საინფორმაციო გამოშვების შემდგომ და აუცილებლად ვისაუბრებთ უკვე იმ საკვებ პროდუქტებზე და მკურნალობაზე ოსტეოპოროზის, რაც მნიშვნელოვანი არის საბოლოო ჯამში დაავადების, ესე ვთქვათ, დადებითი დასასრულისათვის, ასე რომ დაგველოდეთ ჩვენ რამოდენიმე წუთში ისევ ეთერში ვიქნებით დროებით. თეთრი ორშაბათი ლაშა უჩავასთან ერთად. გადაცემა 17-17-ის გენერალური სპონსორია ჯავრიშვილის კლინიკა ოფთალმიჯი. საქართველოში ერთადერთი ფემტოლაზერი. ბოლო თაობის ტექნოლოგია კატარაქტის ქირურგიაში. ჯავრიშვილის კლინიკა ოფთალმიჯი. იმიჯი იქმნება მხოლოდ ახალი ტექნოლოგიებით. გადაცემა შეიცავს კომერციულ ინფორმაციას. კიდევ ერთხელ მოგესალმებით რადიო იმედის ეთერში ტალღაზე FM 105.9 დღეს ორშაბათია და გადაცემა 17-17-ის დროით ჯანმრთელობის დროა და დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან საინტერესო საკითხზე. ეს გახლავთ ოსტეოპოროზი, რომელიც საკმაოდ მაღალი გავრცელებით ხასიათდება მთელ მსოფლიოში და მათ შორის რა თქმა უნდა საქართველოს არ არის სამწუხაროდ გამონაკლისი და მას უწოდებენ კიდეც ჩუმ დაავადებას, როგორც ჩვენმა სტუმარმა ახსენა. ვინაიდან ხშირ შემთხვევაში ის მიმდინარეობს უსიმპტომოდ და მისი გამოვლენა ხდება უეცარი მოტეხილობის დროსაც კი ხშირ შემთხვევაში. ამ ყველაფერზე ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, თუ როგორი არის მისი სიმპტომატიკა, როგორ უნდა მოვახდინოთ მისი დიაგნოსტირება, თუმცა ძალიან საინტერესო არის, როგორ უნდა მოვახდინოთ მისი პრევენცია, პროფილაქტიკა იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ აღნიშნული დაავადება და საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა მკურნალობა, სწორედ ამ თემით გავაგრძელებთ უკვე ჩვენ საუბარს ჩვენ სტუმართან ერთად, რომელიც გახლავთ ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის ექიმი, ენდოკრინოლოგი ქალბატონი თეა სულიკაშვილი, რომელსაც კიდევ ერთხელ მივესალმები. თეა, ძალიან საინტერესო არის, თქვენ ახსენეთ წინა ჩართვაში უკვე ის საკვები პროდუქტები, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით კალციუმს, რაც ერთ-ერთი პრევენციული ღონისძიება არის, ესე ვთქვათ, ოსტეოპოროზისა და ოსტეოპენიის თავიდან ასაცილებლად. ძირითადად რა პროდუქტები შეიცავს კალციუმს, ან კალციუმის გარდა რა მინერალებზე არის საუბარი, რომელიც ჩვენ საკვები პროდუქტებით შეგვიძლია შევავსოთ ჩვენს ორგანიზმში ჯანსაღი კვების, ესე ვთქვათ, პრინციპების გათვალისწინებით. კალციუმი დიდი რაოდენობით შედის და ალბათ უკვე ყველა მიცის, რომ საკმაოდ გავრცელებულია და სასარგებლო არის ის პროდუქტები კალციუმის შემცველობის თვალსაზრისით. ეს იქნება ნებისმიერი ყველი, იოგურტი, რძე, მაწონი, გარდა იმ პროდუქტებისა, რომლებიც ცხიმს შეიცავენ მეტი რაოდენობით, ადვილად გასაგები რომ იყოს, მაგალითად ნაღები ან არაჟანი. გარდა ამისა რძის პროდუქტებისა კალციუმის მაღალი შემცველობით ხასიათდება მწვანე ბოსტნეული. და ასევე თხილეული, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით არის იგი ნუში. ნიგოშიც არის, რა თქმა უნდა, თვითონ თხილშიც, მაგრამ უფრო პროცენტულად მეტი რაოდენობით გვხვდება ნუში. წეგანაც მოგახსენეთ, რომ შესაძლოა ასეთი პროდუქტების მიღება, ასე ვთქვათ, დღეს მოსახლეობას უჭირს. ამიტომ მარტო საკვები პროდუქტებით მიღებული კალციუმის რაოდენობა არ არის ხოლმე საკმარისი იმისთვის, რომ მოხდეს დაავადების პრევენცია, რა თქმა უნდა, და ხშირად გვიხდება ექიმებს მედიკამენტის სახით დამატება კალციუმის და D ვიტამინის პრეპარატების. თუ რა დოზით და როგორ ვამატებთ კალციუმის პრეპარატს, ეს დამოკიდებული არის ასაკობრივ ჯგუფზე და სხვადასხვა რისკ ფაქტორებზე. მაგალითად, კალციუმზე მოთხოვნილება განსაკუთრებით გაზრდილი არის მოზარდობის პერიოდში, ორსულობის და ლაქტაციის დროს და პოსტმენოპაუზურ ასაკში. ამიტომ შესაბამისად აქ ვითვალისწინებთ კალციუმისა და D ვიტამინის უფრო მაღალი დოზა გვჭირდება ხოლმე. რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ მისი ცხოვრების წესსაც, თუ რა და ასე ვთქვათ, შეიძლება ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომელ ქვეყანაში ცხოვრობს პაციენტი.
რა თქმა უნდა ჩვენ დღეს საქართველოზე ვსაუბრობთ, მაგრამ აი უფრო მზიან ქვეყანაში. რა თქმა უნდა, უფრო დ-ვიტამინის კონცენტრაცია მათში უფრო მეტი არის და ნაკლებად საჭიროებენ გარედან დამატებას. კალციუმი და დ-ვიტამინი დღეს ოსტეოპოროზის არის ოსტეოპოროზის კარგი პრევენცია, ასე ვთქვათ. თუმცა რა თქმა უნდა, მარტო ეს ორი პრეპარატი ამ დაავადების პრობლემას ვერ აგვარებს და თუ როდესაც მოხდება იმ რენტგენული აბსორბციომეტრის საშუალებით ზუსტი დიაგნოსტიკა და ოსტეოპოროზის დიაგნოზი, ამ კალციუმ და დ-ვიტამინის პრეპარატებთან ერთად გვჭირდება უკვე ანტიოსტეოპოროზული მკურნალობის დაწყება. დღეს უკვე არის იმის საშუალება და საკმაოდ ბაზარზე არის ის პრეპარატები, რომ მოვახდინოთ ამ დაავადების შეჩერება და მის პროგრესირებას შეუშალოთ ხელი. და ძალიან საინტერესო ფაქტი არის ისიც, რომ მაშინ, როდესაც კალციუმის და დ-ვიტამინის დეფიციტზე ვსაუბრობთ, თქვათ აღნიშნული ვიტამინისა და მინერალის დეფიციტი ხშირ შემთხვევაში ასევე უპირატესად სანამ ჩვენ ოსტეოპოროზის დიაგნოსტირებას გადავალთ და ვთქვათ დავსვავთ ოსტეოპენის ან ოსტეოპოროზის დიაგნოსტიკას, დიაგნოზს, ამ შემთხვევაში ხშირად სიმპტომი მათი გახლავთ, ვთქვათ, იგივე თმის სტრუქტურის ცვლილება, კანის სტრუქტურის ცვლილება, რაღაც გარკვეულწილად ხშირ შემთხვევაში ოფლიანობაც ან პირიქით კანის სიმშრალე, ხო? აი ამ შემთხვევაში მაშინ, როდესაც ვთქვათ, წამოსული არის აღნიშნული სიმპტომატიკა და ჩვენ ლაბორატორიულად ვხედავთ კალციუმის და დ-ვიტამინის დეფიციტს, რამდენად სწორი იქნება ამ შემთხვევაში, რომ თუნდაც რაღაც გარკვეული სკრინინგი მოვახდინოთ ოსტეოპოროზის და ოსტეოპენის ჩვენს ორგანიზმში, რა თქმა უნდა, ასაკის გათვალისწინებით, სწორედ ამასთან დაკავშირებით უკვე მომდევნო ჩართვაში ვისაუბრებთ ჩვენ რეკლამის შემდგომ, ასე რომ დაგველოდეთ რამდენიმე წუთში ჩვენ ისევ ეთერში ვიქნებით დროებით. თეთრი ორშაბათი, ლაშა უჩავასთან ერთად. გადაცემა 17-17-ის გენერალური სპონსორია ჯავრიშვილის კლინიკა ოფთალმიჯი. საქართველოში ერთადერთი ფემტოლაზერი. ბოლო თაობის ტექნოლოგია კატარაქტის ქირურგიაში. ჯავრიშვილის კლინიკა ოფთალმიჯი. იმიჯი იქმნება მხოლოდ ახალი ტექნოლოგიებით. კიდევ ერთხელ მოგესალმებით რადიო იმედის ეთერში ტალღაზე FM 105.9 დღეს ორშაბათია და გადაცემა 17-17-ის დროით ჯანმრთელობის დროა. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ოსტეოპოროზზე, რომელიც საკმაოდ გავრცელებული დაავადება არის მსოფლიოში და სამწუხაროდ საქართველოს არ გახლავთ ამ კუთხით გამონაკლისი და ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახლავთ ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის ექიმი ენდოკრინოლოგი გაუვტონი თეასულიკაშვილი, რომელსაც კიდევ ერთხელ მივესალმებით და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გადაცემაში მონაწილეობისათვის. თია ჩვენ შევეხეთ ოსტეოპოროზის როგორც ესე ვთქვათ სიმპტომატიკას, გავრცელებას, დიაგნოსტირებას და გარკვეულწილად ყვებით ესე ვთქვათ პრევენციულ ღონისძიებებსაც, თუმცა ძალიან საინტერესო ფაქტი გახლავთ ის, რომ მაშინ როდესაც ვსაუბრობთ ოსტეოპოროზის ერთ-ერთ ესე ვთქვათ რისკ ფაქტორზე კალციუმისა და დ-ვიტამინის დეფიციტზე ორგანიზმში, კალციუმის და დ-ვიტამინის დეფიციტი არ ასახავს მხოლოდ ოსტეოპოროზის განვითარებას და ხშირ შემთხვევაში პაციენტები ამ დროს ურჩევიან თმის და კანის სტრუქტურის ცვლილებებს, თმის წვენას, ოფლიანობას, კანის სიმშრალეს და ასე შემდგომ. აი ამ დროს რამდენად შესაძლებელი არის სკრინინგული მეთოდით მოხდეს დიაგნოსტირება ოსტეოპოროზის და ოსტეოპენის, თუ მსგავსი ტიპის ჩივილები აქვს პაციენტს და აქ თუ ვითვალისწინებთ გარკვეულწილად მაინც ასაკობრივ ჯგუფებს. რაც თქვენ აღნიშნეთ, ეს კანის და თმის ფრჩხილის სტრუქტურის ცვლილებები, თუნდაც კანის სიმშრალე და ჭარბიოფლიანობა, ეს გახლავთ ჰიპოკალცემიის ნიშნები. ეს შეიძლება განყენებულად იყოს მხოლოდ ჰიპოკალცემიის გამოვლენა და არ გქონდეს საქმე მაინც და მაინც ოსტეოპოროზთან. უბრინდება უფრო ადრეულ ეტაპზე, როდესაც ჰიპოკალცემია არის და შეიძლება ახლდეს ოსტეოპოროზთან. ასე ვთქვათ, ერთი კარგი ასე ვთქვათ თვისება აქვს ორგანიზმს, როდესაც თავდაპირველად მიმდინარეობს ხდება ორგანიზმის სისხლში კალციუმის დეფიციტი.
ანუ იკლებს კალციუმის კონცენტრაციას სისხლში. ცვლიდან ხდება კალციუმის გადმოსვლა და სისხლში მისი დეფიციტის შევსება, კი ბატონო. ამიტომ ადრეულ ეტაპზევე შეიძლება ამისი დიაგნოსტირება მაშინვე ვერ მოხერხდეს. თუმცა რაღაც ეტაპზე, რა თქმა უნდა, არის მდგომარეობა, როდესაც ლაბორატორიულად აღმოვაჩენთ ჰიპოკალცემიას და სხვადასხვა მინერალების ცვლილებას, ეს მაგნიუმსაც ეხება, თუთიასაც ეხება, რომლებიც შეიძლება მოგვცენ იგივე სიმპტომატიკა, იგივე თმის ცვენა, ფრჩხილის სტრუქტურის ცვლილება და კანის სიმშრალე და რა თქმა უნდა მათაც ეს ცვლილებებიც უნდა გავითვალისწინოს და ამ ხრივაც უნდა მოხდეს ადეკვატური ჩარევა. რაც შეეხება პრევენციულად, რა თქმა უნდა, როდესაც ლაბორატორიულად გვაქვს, თავისთავად ვამატებთ კალციუმისა და ვიტამინის მიღებას, მაგრამ ხდება, რომ შეიძლება ვერ მოახერხოს თვითონ პაციენტმა და ხშირად არის ხოლმე კითხვა, რომ ლაბორატორიული დიაგნოსტიკის გარეშე შემიძლია თუ არა რომ კალციუმი მივიღო. რა თქმა უნდა, განსაკუთრებით თუ არის პაციენტი აი ზოგს აქვს თვითონ ლაქტოზის აუტანობა და რძის პროდუქტს უბრალოდ ვერ იღებს. და მწვანე ბოსტნეულსაც იმ რაოდენობით ვერ მიიღებს და მეთანხმებით რომ მოხდეს კი აი თუნდაც ასაკობრივად იმ მოთხოვნილი კალციუმის შევსება. ამიტომ პროფილაქტიკურად შეიძლება რომ მას დოზა შეერჩეს, რომელიც არ მოახდეს არანაირად უარყოფით გავლენას სხვა ორგანოთა სისტემის ფუნქციონირებაზე და ასე მოხდეს ასე ვთქვათ ნორმალიზება მისი. და თუ არის შესაძლებელი, ვთქვათ, აღნიშნული ჩივილების დროს მოხდეს თვითონ ოსტეოპოროზის გარკვეული სკრინინგული კვლევა, იმიტომ რომ თქვენ აღნიშნეთ, რომ ოქროს სტანდარტი დღესდღეობით დიაგნოსტირებაში არის რენტგენული აბსორბციომეტრი, ანუ ეგრეთ წოდებული DEXA, რომელიც საზღვრავს მოკლედ რომელიც გვაძლევს ზუსტ დიაგნოზს ოსტეოპოროზის დიაგნოსტირებაში. მაგრამ იყო რამოდენიმე ათწლეულების წინ და ზოგიერთ საქართველოში ყველა რეგიონსაც არ აქვს ფუფუნება, რომ DEXA, ანუ რენტგენული აბსორბციომეტრი იდგეს მათ რეგიონში და ხშირ შემთხვევაში იყენებენ აქ უკვე ულტრაბგერით დენსიტომეტრიას, ხო? აი, რამდენად მნიშვნელოვანი არის დღესდღეობით, ვთქვათ, ულტრაბგერით დენსიტომეტრიის განსაზღვრა, თუნდაც მაშინ, როდესაც არის მსგავსი ტიპის ჩივილები, იგივე თმის, ფრჩხილის და კანის სტრუქტურის ცვლილებები. კი ბატონო, ულტრაბგერითი დენსიტომეტრია გახსოვთ აბსოლუტურად სკრინინგული მეთოდი, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ პაციენტებს აქვს რისკ ფაქტორი თუ არა აქვს და შემდგომ დავახარისხოთ, ასე ვთქვათ, მოსახლეობა, რომელსაც ესაჭიროება რენტგენული აბსორბციომეტრიის ჩატარება და რომელსაც არ ესაჭიროება. თუმცა ულტრაბგერითი დენსიტომეტრიის საშუალებით ვერ მოვახდენთ მკურნალობის დანიშნულებას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია შემდგომ მის მონიტორინგს. რენტგენული აბსორბციომეტრები იძლევიან იმის საშუალებასაც, რომ შემდგომ მონიტორინგის საშუალებით შეფასდეს მკურნალობის შედეგი და მისი დადებითი ეფექტი. ამიტომ სკრინინგულად აბსოლუტურად შეიძლება ულტრაბგერითი დენსიტომეტრიის გამოყენება და შემდგომ უკვე მკურნალობის დასანიშნად და მისი მონიტორინგისთვის ისევ და ისევ თანამედროვე დენსიტომეტრებს, რენტგენულ დენსიტომეტრებს ვენდობით, რა თქმა უნდა. ძალიან დიდი მადლობა, ჩვენ გადაცემა ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება. თემა ნამდვილად საინტერესო და აქტუალური არის, მრავლის მომცველი, შესაბამისად ჩვენ მთლიანად მისი მოცვისთვის, რა თქმა უნდა, დრო არ გვეყოფა, მაგრამ ძალიან საინტერესო იქნება ის კონკრეტული რჩევები, რასაც ვურჩევთ ჩვენ საზოგადოებას იმისათვის, რომ გარკვეული პრევენციული ღონისძიებები ჩაატარონ ოსტეოპენიისა და ოსტეოპოროზის თავიდან ასაცილებლად, გარდა კვებისა, აქ ფიზიკურ აქტივობასაც, ანუ ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესს აქვს ძალიან დიდი გადამწყვეტი მნიშვნელობა. რაც ვურჩევთ საზოგადოებას იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ, აი ეს ჩუმი ვერაგი დაავადება და რა ასაკიდან უნდა მიმართონ, თუნდაც ერთხელ დიაგნოსტირების ან კონსულტაციისთვის ექიმ სპეციალისტებს. რა თქმა უნდა, ცხოვრების ჯანსაღ წესს, ჯანსაღ კვებას და აქტიურად ყოფნას, ისევე როგორც ნებისმიერ დაავადების შემთხვევაში, ოსტეოპოროზის დროსაც დადებითად მოქმედებს და მის პროგრესირებას უშლის ხელს. რაც შეეხება რა, როდის მივმართოთ, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ეს დაავადება და მისი დიაგნოსტიკა
საჭიროებს 50 წელს გადაცილებული ყველა ქალი თუ მამაკაცი, რომელსაც მით უმეტეს აღენიშნება დამატებითი რისკ ფაქტორები. თუმცა იმ მეორად ოსტეოპოროზზე, როგორც მოგახსენეთ, როდესაც არის სხვადასხვა დაავადებების სახეზე, სხვადასხვა ორგანოთა სისტემის მხრივ, რა თქმა უნდა, 50 წლამდეც საჭირო არის იმის ცოდნა გვაქვს თუ არა ოსტეოპოროზი. ეს მეთოდი არის აბსოლუტურად უსაფრთხო და ამის გათვალისწინებთ ხშირად ეშინიათ ხოლმე, ასე ვთქვათ, პაციენტებს დასხივების. აბსოლუტურად უსაფრთხო არის, აბსოლუტურად არ გააჩნია დასხივება, მოითხოვს სულ რაღაც 20 წუთს და ასე რომ პასუხიც იმ დღესვე არის და ასე რომ არანაირ სირთულეს და არავითარ თავის შეკავებას, ასე ვთქვათ, არ გულისხმობს ეს. ძალიან დიდი მადლობა თეა ძალიან საინტერესო ინფორმაციისათვის ვფიქრობ რომ ჩვენი მსმენელისთვისაც საკმაოდ ისეთი ინფორმაციული გადაცემა გამოგვივიდა ვინაიდან ოსტეოპოროზი როგორც აღვნიშნეთ და როგორც ჩვენმა სტუმარმა აღნიშნა არის საკმაოდ გავრცელებული დაავადება მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც და ამიტომ საჭიროებს ის დიდ ყურადღებას და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ჩვენ სტუმარს და შეგახსენებთ რომ ჩვენი დღევანდელი სტუმარი გახლდათ ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის ექიმი ენდოკრინოლოგი ქალბატონი თეა სულიკაშვილი მე ამ ინფორმაციით გემშვიდობებით კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გადაუხდით ჩვენ სტუმარს თქვენ კი გისურვებთ ბედნიერ საღამოს და წარმატებულ კვირას და მომდევნო ორშაბათს 17 საათსა და 17 წუთზე ჩვენი ისევ შევხვდებით რადიო იმედზე ერთმანეთს ტალღაზე FM 105.9 ნახვამდის. გადაცემა შეიცავს კომერციულ ინფორმაციას. თეთრი ორშაბათი ლაშა უჩავასთან ერთად. გადაცემა 17-17-ის გენერალური სპონსორია ჯავრიშვილის კლინიკა ოფთალმიჯი. საქართველოში ერთადერთი ფემტოლაზერი. ბოლო თაობის ტექნოლოგია კატარაქტის ქირურგიაში. ჯავრიშვილის კლინიკა ოფთალმიჯი. იმიჯი იქმნება მხოლოდ ახალი ტექნოლოგიებით.